ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრმა კამარა ფონდღია საზოგადოება საქართველოს დახმარებით ცენტრის პაციენტების ნამუშევრების გამოყენა მოაწყო. გამოფენილი ნამუშევრების ავტორები არტ-თერაპიის პაციენტები არიან. ფონდის დირექტორის განცხადებით, ღონისძიების მიზანი სხვადასხვა პრობლემის მქონე და ქიმიურ ნივთიერებაზე დამოკიდებული პირების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ღონისძიება საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ესწრებოდა. მათ მიმართ სტიგმა, რომ ესენი არიან უზნეო ხალხი, ცუდი ხალხი, კრიმინალები, რომ ესენი უნდა გამოვკეტოთ ციხეში, არა. ყველა ადამიანის საწყისი არის კეთილი და თუ ადამიანს მოექცევის სწორად, მაშინ მას შეუძლია, რომ აბსოლუტურად ამოატრიალოს თავისი ულამაზესი შინაგანი სამყარო და სინათლით დაგიდგეს პირისპირ. მეთოდი, რომელსაც იყენებენ კამარაში, არის ხელოვნების თერაპიის განკურნება და შედეგს თქვენ თვითონ ხედავთ. ეს ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად მოკვეთილები იყვნენ საზოგადოებისგან, სულაც არ არიან მოსაკვეთები, რადგან მათ შეუძლიათ ესეთი არაჩვეულებრივი ხელოვნების შექმნა. ეს არ არის ჩვეულებრივი თქვა არტი და არ არის სახელოსნო, ეს არის არტ-თერაპიის ფარგლებში, რომელიც ემსახურება ამ ადამიანების სოციალიზაციას, რესოციალიზაციას, რეაბილიტაციას, ნარკოტიკებისგან განთავისუფლებას.